ნომერ მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნატალია რამიშვილის ინიციატივით ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით გლობალიზაციის თემას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდებმა საპრეზენტაციო თემად გლობალიზაციის კუთხით სხვადასხვა მიმართულებები აირჩიეს. გლობალური კომპანიები, Google, ხელოვნური ინტელექტი, ინტერნეტი, TikTok-ი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზედაც მოზარდებმა საინტერესოდ ისაუბრეს. გაამახვილეს ყურადღება გლობალიზაციის მნიშვნელობასა და თანამედროვე ყოფიერებაში მის აქტუალურობაზე. დღევანდელი აქტივობა კაპიტნების შეჯიბრს, ასევე ჟიურის მიერ დასმულ კითხვაზე, მათ არგუმენტირებულ მსჯელობას მოიცავდა. შეხვედრის ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო გუნდი, საუკეთესო პრეზენტაცია და საუკეთესო კაპიტანი. დღევანდელი ჩვენი პროექტის თემა მოიცავს გლობალიზაციას და გლობალურ მოქალაქეს. აქ არის გაერთიანებული სხვადასხვა ქვეყნის და კლასების შრომა. ჩვენ გავეცანით რა როგორ არის კავშირში გლობალიზაციასთან და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ასეთი პროექტები ძალიან კარგია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე შესაძლებლობებში გასარკვევად და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასე ვთქვათ, გავგვეკეთებინა პროექტი გლობალიზაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. გავეცანით ძალიან ბევრი ინფორმაციას, რაც ჯერ არ ვიცოდით. ძველი ინფორმაციაც განვამტკიცეთ. ვაჩვენეთ ხალხს და ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ გლობალიზაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რადგან ყველა ქვეყანას და ყველა ადამიანს ეს გვაკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ჩემს გუნდს დღეს აქვს მომზადებული პრეზენტაცია ინტერნეტზე. ინტერნეტი არ არის მხოლოდ სოციალური ქსელი, ბევრი ინფორმაციას გვაძლევს ინტერნეტი და გვეხმარება ყველაფერში. ამ პროექტმა ჩვენ ძალიან დაგვაახლოვა და ბევრი ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა, როგორც ადამიანები დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბავშვებს ამ შეხვედრაში უვითარდებათ ძალიან ბევრი მაღალი სააზროვნო უნარი. რასაც ქვია კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორც მუსკატაში გამართულ კონფერენციაზე შეთანხმდა მონაწილეები, რომ გლობალიზაცია ეს არ არის სტატუსი. ეს არის მიკუთვნებულობის გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავს გლობალურ მოქალაქედ გრძნობს, მას პირველ რიგში მოეთხოვება ქვეყნის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ტოლერანტობა, სხვა მრავალფეროვანი კულტურების აღიარება. და ვცდილობთ ამ ყველაფერს ფეხი აუწყოთ და თქვენ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის გამოძახილი იყოს.